მარხვა ყველა შემთხვევაში რაღაცა დისციპლინას ნიშნავს. თავშეკავებას ნიშნავს და მოდით აი ამ თავშეკავების შესახებ ვიტყვით დღეს რომ როგორ შეიძლება იმარხულოს ადამიანმა, იმიტომ რომ აი თქვა დაიწყო პეტრე პავლოვის მარხვა და მეც მინდა ამაში მივიღო მონაწილეობა. თავშეკავებაზე უნდა იმუშაოს. ეს სიტყვა ასკეტიზმი აშინებს ხოლმე თანამედროვე ადამიანს და გონია რომ ასკეტიზმში ახლა მოვთხოვთ სადღაცას გამოქვაბულში მარტო ცხოვრებას, მუხლებზე დაჩოქილს დღე და ღამე. არა ბატონო. ასკეტიზმი გახლავთ ნებისმიერი ის მოქმედება, რომელიც შენ რაღაცა საზღვრებს გიწესებს. ეხლა საზოგადოებაშიც რო ვთქვათ, რა უფრო დაფასებულია თავშეკავებული ადამიანი თუ თავშეუკავებელი, რომელიც ვერც ნერვებს თოკავს, ვერც სიტყვას, ვერც ჭამასმას, ვერც რაღაცა მოქმედებას თავისას, რა უფრო დაფასებულია საზოგადოება. ბუნებრივია თავშეკავებულ ადამიანზე ისე გაგიჩნდება პატივისცემა, საერთოდ რომ არ იცნობდე, სახელი და გვარიც არ იცოდე, თავისთავად ეს პატივისცემა ჩნდება. ასე რომ ასკეტიკა სიტყვას არ გამოვიყენებ, გამოვიყენებ თავშეკავებას, რომ ვისწავლოთ ეს თავშეკავება ამ მარხვაში. თავშეკავება რაღაცისგან, რომ კია ბატონო ხსნილი თევზით, მაგრამ იმდენი არ ვჭამო, რომ არ გამხადოს ცუდად ამ თევზიჭა. ვისწავლო ის, რომ იმდენი არ ვილაპარაკო, რომ არ დავაზიანო სხვა ადამიანი. ისეთი არ ვთქვა, თუნდაც ერთი სიტყვა, მაგრამ წარე რომ რაღაცნაირად იმ ადამიანს ვატკინო გული და ამ თავშეკავებით გამოვხატო ჩემი მარხვა და ეს იყოს ჩემი ეს ასკეტიზმი. რა ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს ზღვრის დაწესება, ეს თავშეკავება, გახლავთ სწორედ შენი ადამიანურობის განსაზღვრა.